საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილმა ინსპექტირების ჯგუფმა ჭალოვანის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. სამუშაოები აქ გასულ წელს დაიწყო და ამ დრომდე 2 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული. მათ შორისაა ისეთი პროექტები, როგორიცაა ნაპირსამაგრის სამუშაოები, გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია. სოფელ ჭალოვანში აშენდა საბავშვო ბაღიც, რომელიც 25 ბავშვზეა გათვლილი. თანხა სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან, რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. სოფლის დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ახალგაზრდების გადინებაც აღარ მოხდება ოჯახები და უფრო სოფელი უფრო შეივსება მოსახლეობა. რაღაც ბავშვი ბაღი იქნება, სკოლა არის აგერ ახალი აშენებული და ყველაფერის კეთდება და კეთდება კარგი სოფლისთვის. სამწუხაროდ თანხები არ იყო გამოყოფილი ბაღის ეზოს კეთილმოწყობაზე და იძულებული გავხდით ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაგვეფინანსები და ავეჯი უკვე შემოტანილია. ველოდებით კომუნიკაციების შეერთებას, წყალს, დენს, გაზს და ალბათ სადღაცა საახალწლოდ პირველ ბავშვებს მიიღებს საბავშვო ბაღი. მდინარე ძირულას 375 მეტრიან მონაკვეთზე ჩატარდა. შეკეთდა გზა და ხიდები, თუმცა სოფელში ეს საკითხი კვლავ მოსაწესრიგებელი რჩება. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გზებისა და საცალფეხო ხიდების მშენებლობა მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი. ნაპირსამაგრის სამუშაოები ჩატარდა. მდინარის ადიდება აღარ გამოიწვევს რაიმე ზარალს სოფლისათვის. არის რაღაც პრობლემები, რამოდენიმე უბანში არის გასაკეთებელი საცალფეხო ხიდები და ალბათ ყველაზე დიდი პრობლემა ჯერჯერობით აი ეს არის. ძირითადი პრობლემა არის მისასვლელი გზები, როგორც საუბნო, ასევე ცენტრალური გზა. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელში ხშირი ნალექების შედეგად დაზიანდა გზების უმეტესი ნაწილი და საჭიროებს ძირითადად გზას შეკეთებას. ფაქტიურად სამუშაო ჯგუფმა მივიღეთ ესეთი გადაწყვეტილება, რომ რა თქმა უნდა ხარჯთა აღრიცხვაზე დაყრდნობით და რეალურ სამუშაოზე გათვალისწინებით, სამუშაოები არის პირნათლად შესრულებული, სრული სიზუსტით, სრული ხარისხის, სრული დაცვით ესე ვიტყოდი. რა თქმა უნდა მოსახლეობასთანაც ჰქონდა გასაუბრება, მოსახლეობა კმაყოფილია. მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ასრულებენ. უკვე მიმდინარე პროექტების გარდა ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულება სოფელ ორღულში მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი. გარდა ამისა, განგებლის მოადგილის ინფორმაციით, სოფელ ვაკევისათვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე მუშაობა დაწყებულია. საკითხის მოგვარებაში ჩართულია საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატიც. სოფელ ვაკისაში, სადაც ფაქტიურად 27 წელიწადია მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კონსულტაციები გვაქვს ენერგოპრო ჯორჯიასთან. გვინდა რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასევე რა თქმა უნდა ენერგოპროსთან შეთანხმებით აღნიშნულ მოსახლეობას, სადაც ამ ეტაპზე ცხოვრობს 6 ოჯახი, ესე ვთქვათ, მუდმივად და საფხულში რა თქმა უნდა იმატებს მათი რიცხვი, გვინდა რომ ელექტროენერგიის საკითხი მოუგვაროთ. ამაზე ჩართულია ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი ქალბატონი მანანა კობახიძე, რა თქმა უნდა გამგებელს პირად კონტროლზე აქვს აღნიშნული საკითხი აყვანილი. ჭალოვანის თემში 500-მდე ოჯახი ცხოვრობს. წელს მათი ნაწილი ბუნებრივი აირის მომხმარებელი უკვე გახდა. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, სამუშაოები კვლავ გაგრძელდება და აღნიშნული ხეობის მცხოვრებლებისთვის ბეტონის გზა დაიგება. გზებთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, არის ისეთი ადგილები, ისეთი მონაკვეთები სამანქანო გზის, სადაც სტიქიის შედეგად მეწყერი ჩამოდის, რომელსაც ჭირდება ძალიან ხშირად გაწმენდა და მე ამასთან დაკავშირებით დღეს ფაქტურად სამუშაო ჯგუფთან ერთად მექნება საუბარი, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროთ გარკვეული ხარჯთაღრიცხვა წარუდგინოთ, რომ მოვახდინოთ ამ გზის საფარის დაფარვა, ეს იქნება მოხრეშვა, ბეტონის გზა თუ ასე შემდეგ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჭალოვანის ხეობაში, სადაც ყველაზე დიდი და საშიში მონაკვეთი იყო სამანქანო გზის, ფაქტიურად გაკეთა ბეტონის საფარი. ეს კიდევ ერთი წინადადგმული ნაბიჯია ხეობისთვის და ნახოთ პერსპექტივა ყოველ შემთხვევაში იმის, რომ ჩვენ საქმე ვაკეთოთ, გვაქვს და ყველანაირად დავეხმარებით ხეობას. ადგილობრივები შესრულებულ სამუშაოებს მიესალმებიან და აცხადებენ, რომ ეს საკმარისი არ არის. ამორდელი წლებში ბევრი რამე გაკეთდა, უყურებს აგერ რომ ეს ხიდი ძალიან დიდი თანხა დაიდანეს გაკეთება და კეთება რაღაცები. არის პრობლემა, კიდე გზის პრობლემა არის. ხიდი გაკეთდა, ბევრი გაბიონი გაკეთდა უამრავი, რამდენიმე კილომეტრია და რა ვიცი. ყველაფერი მნიშვნელოვანი იყო და მეტია კიდე გასაკეთებელი.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მსგავსი სამუშაოების განხორციელება 2015 წლის ბიუჯეტშიც გათვლილია.